მარხვის სწორად წარმართვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. წელს დიდმარხვა 23 თებერვალს იწყება და 12 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე ხსნილდება. თუკი ადამიანი თავის ქეთმაღლობას, სამპარტონებას არ დატოვებს და ესე არ შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას და ამ შემთხვევაში მარხვას, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. ეს პირველი მოსამზადებელი პერიოდის კვირა ის თემა არის. მეორე მოსამზადებელი პერიოდის კვირა არის, რომ გვანახებს პერსპექტივას ეკლესიისას, რომ ადამიანი მიუხედავად რაცოდვილიც არ უნდა იყოს ეკლესიური ცხოვრებისკენ და გადარჩენისკენ მას აქვს შანსი და პერსპექტივა. ეს არის უძღებიშვილის კვირა, ხოლო მესამე მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის, მიზანმიმართული არის იმისკენ, რომ ერთის მხრივ შეგვახსენოს, რომ თუკი ჩვენ შესაბამის ღონისძიებას არ გავატარებთ საკუთარ ჩვენ ცხოვრებაში, გვახსოვდეს ადამიანის გამოდევნა 60-დან, აი სწორედ ამ მესამე ყველიერის კვირის ბოლოსკენ სწორედ ამიხსენება არის და ამავდროულად მიტევების კვირიაკია და ესეც ამზადებს ადამიანს მის სულს, მის ზოგადად მის უნარებს, რომ მისი გული გახდეს მიმტევებელი, ამის გარეშე ზოგადად შეუძლებელია არათუ ქრისტიანად ყოფნა, არამედ ზოგადად გადარჩენაც კი, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენს ცოდვებს კი არ ეძიებს, თუმცა ცოდვების გამორიცხვა ადამიანის ყოფიერებიდან შეუძლებელია ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, არამედ ეძიებს იმ ხარისხს, თუ რამდენად უნარიანია ჩვენი პიროვნება, გული და სული, თუ ძალ უძს მას მიტევება თუ აპირიქით არ მიტევება. აი ამის შემდგომ უკვე მორწმუნე ადამიანები იწყებენ მარხვას. პირველი კვირია კი მარხვისა იწყება და აქაც, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ისმის კითხვა თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პირველ მარხვაში და რატომ კეთდება ასე მაინდა-მაინც და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ ამ კვირაში იკითხება ანტიაკრიტელის სინანულის კანონი. რა თქმა უნდა, სინანული ის გრძნობაა და ის ქმედებაა თუ გნებავთ გამოხატული საქმეში, რომელიც არათუ მარხვასთან თამდევია, არამედ ზოგადად ქრისტიანის ცხოვრების წესი არის, გინდა მარხვა იყოს და გინდა ხსნილი, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ მარხვაში რატომ არის გამახვილებული საყურადღება სინანულზე? იმიტომ რომ მარხვა სინანულისა სწორედ ამ დღეებში ადამიანი თუ ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას, სრულ მდგომარეობას თუ ანალიზს ვერ გაუკეთებს და შესაბამისად თუ მას არ ექნება სინანული, მაშინ რა თქმა უნდა მისი ქრისტიანული ცხოვრებას აზრი ეკარგება და სწორედ ანდრიაკრიტელის კანონი, რომელიც ამ მარხვის პირველ კვირის დღეებში იკითხება, გვეხმარება იმაში, რომ ჯერ ერთ ეს არის ძალიან უნიკალური კანონი, თავისი შინაარსით, თავისი წყობით, ეს ცალკე თემა არის, მაგრამ შინაარსზე გავახსენებთ თქვენს ყურადღებას. მორწმუნეებს ანდრიაკრიტელი უმახვილებს და ახსენებს სწორედ ბიბლიური სიუჟეტებიდან იმ სინანულის მაგალითებს, რომელიც ზოგიერთ პერსონაჟს ჰქონდა ბიბლიურ პერსონაჟს და რომელსაც ზოგიერთს არ ჰქონდა. და სწორედ ანალიზს აკეთებს, ერთგვარად შეიძლება იყოს ანდრიაკრიტელი, აი ამ პერსონაჟზე თუ რა მდგომარეობა, აქ ცოდვაზე კი არა, ლაპარაკი ვინ იყო უცოდვილი, ყველა ცოდვილები, მაგრამ ვისაც ჰქონდა სინანული, თუნდაც დიდ ადამიანს, თუნდაც დავით მეფსალმონეს და ვისაც არ ჰქონდა სინანული. ნინევიას მაგალითს გვახსენებს, ცოდვილები იყვნენ, მაგრამ სინანულის შემთხვევაში ისინი გადარჩნენ ღვთის რისხვისგან. ასევე მაგალითი არის სოდომ გომორის, რომელსაც არ ჰქონდა სინანული და ვერ გადარჩნენ და აი ამ მაგალითების შეხსენებით და ანალიზით ასთავარია, ამას მნიშვნელობა აქვს. მორწმუნე ადამიანის როცა ესმის ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მან ანალოგი საკუთარ სულთან, საკუთარ პიროვნებასთან უნდა განახორციელოს და გააკეთოს და რა თქმა უნდა ეს საკურნებლად არის, რათა შეიგრძნოს მან ერთის მხრივ თავის დაცემული მდგომარეობა ადამიანმა, რომ ამ მდგომარეობაში არის და ეს ამის გარეშე ადამიანი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მარტო იმას, აი ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანმა შეიგნოს, რომ რა ცოდვილი ვარ, რა მეშველება, ეს არასწორი არის. არასწორი დამოკიდებულება მარტო ეს ამის ქონა, არამედ შეიგნოს ის, რომ ადამიანისთვის მოვიდა სწორედ ღმერთი, იესო ქრისტე განკაცდა, რათა ეს ცოდვილი ადამიანი გადაარჩინოს.
სინანულის კანონი მართული იმიტომ იმისკენ კი არ არის, რომ ადამიანი რაღაც დეპრესიაში ჩააგდოს და თავისი ცოდვილი მდგომარეობა კარგად განაცდევინოს. ამას არ აქვს ასეთი დანიშნულება. თუ მას არ მოყვა აღორძინება, მაშინ არავინ მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, უარეს დღეს ჩავარდება ადამიანი. პირიქით, მართლმადიდებელი ქრისტიანობა სწორედ ამისკენ არის მოწოდებული, რომ ის ტენდენცია თქვათ, რომ ვაიმე რა ცოდვილი ვარ, დამეშველება, არაფერი არ მეშველება, ეს არასწორი მდგომარეობა არის. არც მეორე მდგომარეობა არის არასწორი, მაგალითად, რომ ღმერთი ყველას გვაპატიებს, ღმერთი მოწყალია და ყველაფერი გვეშველება. აი ამ არასწორი ტენდენციის, ესე ვთქვათ, აღმოსაფრთხებლად მიმართულია სწორედ ანდრია კრიტელის კანონი და ამავდროულად მე შეგახსენებთ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს, აი ვინც ამგვარად აი ამ ორი კატეგორიით აზროვნებს. აი ის ვინც აცოდვილი ვარ, რა მეშველება, ნეტარი ავგუსტინე ახსენებს მას, რომ გაიხსენე მარჯვენა ავაზაკი, რომელსაც დამსახურება არ ქონდა, მაგრამ სინანულის შემთხვევაში ცხონდა ის მიუხედავად ცოდებისა. და ასევე ნეტარი ავგუსტინე აგონებს იმ ხალხს, ვინც მეორე ნაწილში არიან, რომ მერტი მაინც მოწყალია, მაინც გვაპატიებს ყველაფერს, აქაც ნეტარი ავგუსტინე იგივე ვითარებას ახსენებს, ანუ ავაზაკს ახსენებს, ოღონდ არა მარჯვენას, არამედ მარცხენა ავაზაკს, რომელიც იგივე მდგომარეობაში იყო, მაგრამ დაიღუპა. ამიტომ ნურთს დამწუხრდებით იმისთვის, რომ ცოდვილები ხართ, ამისთვის განკასდა ღმერთი, რომ ეს თქვენი მდგომარეობა იტვირთოს, სურვილი თუ გაქვთ ამის გამოსწორება შეიძლება და იმედი გქონდეს, რომ ღმერთი ამავდროულად მოწყალი არის, მაგრამ თქვენი არჩევანის, თქვენი ღვაწლის გარეშე ეს არ მოხდება. ღმერთს ყველას ხონება უნდა, მაგრამ იგივე პასუხი, იგივე არჩევანი სამწუხაროდ ადამიანებს არ გვაქვს ხოლმე. ამიტომ ჩვენზეა სწორედ ეს არჩევანი, რამდენად შევძლებთ ამ პროცესის განხორციელებას, განხორციელებას. მარხვა სულის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც მთელი პასუხისმგებლობითა და სისრულით არის განწყობილი უდიდესი საქმის მიმართ. ეს არის უფლის გახსენება და ჩვენს ცოდვებზე დაფიქრება. როცა უფალმა ადამიანის შექმნა, ერთ-ერთი პირველი მცნება სწორედ მარხვის დადება იყო.